ჩემ სიცოცხლე საფრთხეები ხდება აშკარა საფრთხე რა. იმიტომ რომ ჩემი მეგობარს და ჩემ თანამშრომელს კიდე შეხვდა ლადაკარს კი 2-3 თვის უკან და მან დაემუქრა მე თუ დამიჭერენ ყობას საჩივარზე მე გამოვალ იქიდან ყობას არ ვაცოცხლე. მშენებელს 20 წლიანი სტაჟით ბიზნესი ისე წაართვეს, დიდი შრომით ნაშენები კომპანიის შენარჩუნება ვერ შეძლო. რეკეტში კობა ქათამაძე, ქართული ოცნების რეგიონული ლიდერის ძმას, რუსეთის ფედერაციის ულიანოვსკის ოლქის სათათბიროს ყოფილ დეპუტატს ადანაშაულებს. ბიზნესი წაართვეს. ახლა კი ემუქრებიან, რომ თუ ხმას ამოიღებს, არ აცოცხლებენ. 2024 წლის დასაწყისიდან ჩემზე ახორციელებდა მუდმივ დევნას. ანუ მან მოიპოვა ჩემი ოფისის გასაღები, რომელიც იყო ბუდაპეშტის 48 ნომერში და ის უშემოდ მიდიოდა დილაზე, აღებდა და მე მხვდებოდა ოფისში. Радроსაც ის ახორციელებდა შანტაჟს და მუქარას. Несмотря на то, что я трижды был депутатом, дважды мэром, как жил на Нижней террасе, так и живу. მატვაი ვოლოდარსკი, რომელსაც კობა ქათამაძე შანტაჟში და მუქარაში სდებს ბრალს, მისი მამიდაშვილი, დალაგოდეხის მერის ჯონდომ დევნიშვილის ძმა. მატვაი ვოლოდარსკი რუსული მედიის თანახმად თაღლითობის მუხლით იხდიდა სასჯელს. ბიზნესმენი ქათამაძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი სწორედ რეკეტის რუსული წესებით წაართვეს. ემუქრებოდნენ შვილებზე თავდასხმით. ერთ დღესაც დამხვდა და მან ანუ კატეგორიულად მოითხოვა, რომ მე დამეთბო ლუნა თაბაგარისთვინ ჩემი GMG კვადრატი, გადავდგარიყავი დირექტორობიდან, ალექსანდრე ჭუბაბრიას სასიკეთო დამეთბო ნიუჰაუსი, დიღომი და ნიუჰაუსი და მისთვინ დამეთმო ეს ტერიტორია, ეს მილიონი, ანუ 5 მილიონიანი ის რა. ჩემზე გამოიწია ფიზიკურად, ამას ესწრებოდა ჩემი მძღოლი და პროექტის მენეჯერი გიორგი ამყოლაძე, გამოიწია საცემად და სასიკვდილოდ, რომ თუ ამას შენ არ გააკეთებ, ჩამოვიყვან ჩეჩნებს, ასე გიზავ, ისე გიზავ, შენი თავით ფეხბურთს ვათამაშებ, მე ვიცი შენი შვილები ნათესავი ხარ ჩემი და დეტალურად ვიცი შენი შვილები სასწავლობენ რომელ სკოლაში და აი გაუთხილდი ამ შენ შვილებს და იმას თუ მომავალში მათ საფრთხე არ შეექმნას. საჯარო რეესტრის დოკუმენტების თანახმად, ბიზნესმენი კობა ქათამაძე კომპანია მშენებელი 91-ის 100%-იანი წილის მფლობელი იყო. 2024 წლის ივნისში ის ბიზნესის 25%-ს უსასყიდლოდ თმობს. იმ დროს კომპანია კინძმარაულის ქუჩაზე 4000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას ფლობდა და როგორც თავად ამბობს, კორპუსის ასაშენებლად ემზადებოდა. ესწრებოდით ამ გადაფორმებას, სადაც მოხდა უსასყიდლოდ გადაფორმება ლუნა თაბაგარზე გადააფორმებინა. არ გაგიჩნდათ ეჭვები უსასყიდლოდ როგორ შეიძლება მილიონიანი ქონება გადააფორმოს ბიზნესმენმა, იმიტომ რომ ძალიან ცუდად გამოიყურებოდა და იმ წუთას შემთთვის არაფერი არ უთქვავს და ერთი კვირის მერე დამირეკა და მითხრა, რომ ძალიან ცუდ სიტუაციაში ვარო. ბიზნესმენის დაიხსენებს, რა ვითარებაში გადააფორმა უსასყიდლოდ სამშენებლო კომპანიის წილი მისმა ძმამ. ჩვენ დავინტერესდით, ვინ არის ლუნა თაბაგარი. ქალი, რომელსაც სამშენებლო ბიზნესის წილის 25% აჩუქეს რუსთავში, ესთეტიკური მედიცინის ცენტრის წამწამების დაგრძელების ოსტატი აღმოჩნდა. გამარჯობა. მილიონერი წამწამების ხელოსანს ვეძებ. თქვენთან მუშაობს მილიონერი წამწამების ხელოსანი, ლუნა თაბაგარი. სილამაზის სალონში, სადაც ლუნა თაბაგარი მუშაობს, თანამშრომლები გაუცდნენ, როდესაც გაიგეს, რომ ქალბატონი ლუნა სამშენებლო ბიზნესის მფლობელია. აქამდე მას ცნობილი ინფლუენსერის ეკა ყუშიტაშვილის მოსწავლედ იცნობდნენ წამწამების დაგრძელების საკითხებში. იცოდით, რომ მილიონერი იყო? მილიონერი? დიახ, მილიონერია. სამშენებლო კომპანიები არის მის სახელზე გადმოფორმებული. ნახეთ. მათ შორის მშენებელი 91-იც, რომელიც უსასყიდლოდ გადაეცა ქალბატონ ლუნა თაბაგარს. ლუნა თაბაგარი. დიახ. მეორე კომპანიას გაჩვენებს, რომელიც ლუნა თაბაგარის სახელზეა რეგისტრირებული. ეს რა არის? GMG კვადრატი. ამაში თუ რა ქვია? არა, მშენებელია, ბიზნესია. თუ მილიონერია, ღამღამობით რატო, ანუ ესე შრომობს ადამიანი და წვალობს და ერთ სამსახურიდან მოდის და მეორეში მუშაობს. ქალბატონმა ეკა მასწავლა, ხო, ეს ხელობა მას ყუშიტაშვილმა. ანუ ეკასთან გაიარა ტრენინგები. ლუნა თაბაგარს ჩვენ ამის შემდეგ რეგისტრაციის მისამართზე მივაკითხეთ. რადგან ბიზნესმენი კობა ქათამაძე ამტკიცებს, რომ მისი კუთვნილი წილი სამშენებლო ბიზნესში რეკეტის ფონზე ქალბატონი ლუნას სახელზე გააფორმებინეს. წესით მან უნდა იცოდეს, როგორ აღმოჩნდა ბიზნესი მის განკარგულებაში. როგორ განმოგიფორმათ მილიონიანი ქონება წამწამების ოსტატს დავით მდივნიშვილმა, თქვენმა დეიდაშვილმა ქალბატონო ლუნა.
ატერორებს ბიზნესს ბატონი დავით იგივე მატვეი? ირკვევა, რომ ლუნა თაბაგარი ლაგოდეხის მერის, ქართული ოცნების რეგიონული ლიდერის, ჯონდომ დივნიშვილის დეიდაშვილია. წამწამების დაგრძელების ოსტატ ნათესავზეც წილის სავარაუდოდ კვალის დაფარვის მიზნით გადაფორმდა. ეს მათი დამხმარე ხელია, ეს არაფერში იმას გააფორმეს ფორმალურად. ანუ ერთ-ერთი დამხმარია, სინამდვილეში ეს არის მატვეის და როგორც მე ეჭვი მაქვს ბატონი ჯონდოსი დივნიშვილის. კი, იმიტომ რომ რეაქცია არ ქონა ადამიანს, რომ ვეუბნებოდი რომ შენი ძმა და შენი დეიდაშვილი ამას მე მიკეთებს, ანუ ადამიანს რეაქცია არ ქონა. როცა რეაქციები არ აქვს, მე სრული ჭეშმარიტული საფუძველი მაქვს იმის, რომ მე ესე ვიფიქრო. ჩვენ ლუნა თაბაგარის მეუღლემაც დაგვიდასტურა, რომ ის ლაგოდეხის მერის და მისი ძმის, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის ახლო ნათესავია. ლუნას დეიდაშვილები არიან, ბატონი მატვეის და ბატონი ლაგოდეხის მერიც. თქვენ იცით, რომ თქვენი მეუღლე მილიონიან ქონებას ფლობს? როგორ მილიონიანი? აი ნახეთ, ლუნა თაბაგარზე არის გადმოფორმებული მშენებელი 91. ლუნა თაბაგარი ფლობს მილიონიან ქონებას და ესე უჭირს ამ ქალბატონს, რომ ყვავილდებურად წამწამებზე მუშაობს. თავის პროფესია ალბათ და მუშაობს ახლა. მშენებელიც არის თქვენი მეუღლე? როგორ მშენებელი? ბიზნესის ფიქტიური მფლობელის ქმარი ადასტურებს, რომ ლუნა არც მშენებელია და არც იმ ობიექტებზე ყოფილა, როდესმე რომლის წილის მფლობელიც გახდა. ეს გარემოება ადასტურებს, რომ საქმე ბიზნეს წილის ფიქტიურ გადაფორმებასთან გვაქვს. ბატონო მატვეი ბრეკეტის ფონზე არ მიიღო ეს ბიზნესი? ლუნა თაბაგარმა როგორ გაიფო? ბატონ მატვეი არც თვითონ დავით დივნიშვილია იგივე. არ არის. რუსეთის მოქალაქე ბატონი მატვეი ულიანოვსკის საქართველოს კარგი, ახლა ამ ცალია მე და პირადად ნახეთ ვისთანაც აქვს საქმე. ხო და რეგეტის ფონზე თქვენი მეუღლე რო შემოყვებით ახლა არ ვიცი მე წამწამის ხელოსანი. შემოყვებით რა. ფაქტია რომ ფიქტიური მფლობელი არის ამ კომპანიების. 2025 წლის 30 აპრილს ბიზნესმენი ქათამაძე უკვე სამშენებლო კომპანია New House დიღომში 34%-იან წილს თმობს. ამჯერად სამშენებლო ბიზნესის მფლობელი ამტკიცებს, რომ წილი არა მხოლოდ ერთ, არამედ სამ კომპანიაში დაათმობინეს. ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია New House დიღომია. ჯერ საკუთარ სახლთან დამხვდა, მარტო ვიყავი. მატვეი ვლადაგარსკი, ანუ 2024 წლის სადღაცა მაისის დასაწყისში, რომ მე თუ არ დავთმობდი ალექსანდრე ჭუბაბრიას სასარგებლოდ New House დიღომს და New House იმას, რა ქვია, კომპანიას და მოსკოვის გამზით აი ამ ქონების 60%-ს მე მაშინ ის ჩამოიყვანდა ჩეჩნებს, იქიდან ძალიან დიდი გავლენები ქონა რუსეთში. ანუ ის იყო თითქმის ულიანოვსკის მერი და დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა და ჩამოიყვანდა ჩეჩნებს და მე მომაჭრდნენ თავს და ჩემი სახლის წინ, ანუ ფეხბურთს ითამაშებდნენ, როგორც აფხაზეთში თამაშობდნენ ქართველების, ანუ თავებით ჩეჩნები, ანუ აი ესე პირდაპირ. სამშენებლო კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი დიმა მჭედლიშვილი გვიყვება, რომ ჩეჩენი კრიმინალები ტკობა ქათამაძეს ნამდვილად ემუქრებოდნენ. ლაგოდეხის მერის ძმა ქათამაძეს სწორედ მჭედლიშვილის საშუალებით უთვლიდა, რომ წილები New House დიღომში დაეთმო. საქმეს ჩაერეუდეს სერიოზული ხალხი, ანუ ეს ჩეჩნები და ნუ აი ესეთი ორაზროვანი რო აიო, ხო იციო ჩეჩნებიო, რო ერევიან, მე რა ხდება, დაახლოებით აი ამ შინაარსის საუბარი იყო. მუქარა იყო? ნუ ხო ესე გამოვიდა, ხო რა თქმა უნდა. მატვეი ვოლოდარსკის და დიმა მჭედლიშვილის შეხვედრა რამდენიმე წუთს გაგრძელდა. მჭედლიშვილი ამბობს, რომ ვოლოდარსკიმ ქათამაძესთან წერილი გამოატანა. წერილის შინაარსი, სადაც ვოლოდარსკის მოთხოვნები იყო გაწერილი, ადრესად ზუსტად ახსოვს. ვოლოდარსკი New House-ის წილების დათმობას ჭუბაბრიას სასარგებლოდ ითხოვდა. ერთად წავიკითხე წერილი, სადაც ის ჭედა მუქარას. მე წავიკითხე ხმამაღლად, სადაც ეწერა მუქარა, რომ ალიკა ჭუბაბრიას იმაზე რომ დათმოო. და შენ მითხარ, რომ საიდან მოათრია ეს ადამიანი, ნახე, რეებს გიშვებაო. ფაქტების გადასამოწმებლად ახლა ჩვენ უკვე კომპანია New House-ში მივდივართ. ეს კომპანია დიდ დიღომში, ვეფხის ტყავსანის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსს აშენებს. რის სანაცვლოდ მიიღო ბიზნესის წილი. ამ კითხვის ადრესატი ახლა უკვე კომპანიის მფლობელი, ალექსანდრე ჭუბაბრიაა. დავით დივნიშვილს რეკეტი თქვენ დაუკვეთეთ თუ არა? იმისათვის რომ ჩამოგერთმიათ კობა ქათამაძისათვის წილები. რა სარგებელს იღებს დივნიშვილი თქვენგან? საპრეს მოყოლით რაღაცას გადაგაწოდეთ. ბატონო ალექსანდრე, შევხვდით ძალიან გთხოვთ. ჭუბაბრიას პრეს-მდივანმა ეკაგულუა მამის შემდეგ ჩვენ წერილი გამოგვიგზავნა, სადაც გვემუქრება ჩივილით და გვწერს, რომ არ არის ვალდებული პასუხი გასცეს ჩვენს კითხვებს. ამავე წერილში გვწერენ, რომ მათი ბიზნეს პარტნიორი ცილს წამებს.
არანაირი ვალდებულება ან ინტერესი არ გაგვაჩნია რამდენი დაინტერესებული პირადი სარგებლობის მიღების მიზნით ცრუ ინფორმაციას მოგაწვდით, მასზე განმარტებები ვაკეთოთ. ნებისმიერი ცრუ და ყალბი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში მოგვიწევს შევხვდეთ სასამართლოში. იმუშავეთ ფაქტებზე და არა ვინმეს მოყოლილ სიცრუეზე დაყრდნობით. ამ წერილს თან ახლავს მხარეთა მორიგების შეთანხმება, რომელსაც ხელს მოდავე ბიზნესმენი კობა ქათამაძე და ალექსანდრე ჭუბაბრია აწერენ. აქ ვკითხულობთ, რომ ქათამაძე წილებს ნებაყოფლობით თმობს და აცხადებს, რომ არც მომავალში ექნება პრეტენზია ნიუ ჰაუსის მიმართ. სანაცვლოდ კი ალექსანდრე ჭუბაბრია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან საჩივარს გამოიტანს, სადაც ქათამაძეს უჩივლა. ბიზნესმენი ყვება, რომ 4 მილიონიანი ღირებულების კომპანია 2 ბინის ფასად სწორედ რეკეტის შედეგად დაათმობინეს. 4 მილიონიანი კომპანია 2 ბინის ანალიზდა. რაც შეეხება დიდი ნიუ ჰაუსიდან, საერთოდ კაპიკი არ წავამიღე 9 წლის 48 მილიონიანი კომპანია, ჩათვალე ერთობლიობაში დაიტოვეს მატვეი ლადაგარსკიმ და ალექსანდრე ჭუბაბრია. მე იქიდან კაპიკი არ წავამიღია, შეთანხმების აქტიც გვაქვს, სადაც წერია როგორ მე პრეტენზია არ უნდა მქონეს, პირდაპირ წერია. მე პრეტენზია არ უნდა მქონეს ნიუ ჰაუსზე და ნიუ ჰაუს დიღომზე არასოდეს. ბიზნესმენი, რომელიც ამტკიცებს, რომ ქართული ოცნების ელიტის მფარველობით სამშენებლო ბიზნესი წაართვეს, პროკურატურაში ჩივის. საჩივარი ლაგოდეხის მერის ძმის მატვეი ვოლოდარსკის წინააღმდეგ მაშინდელი გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის სახელზე დაწერა. თუმცა, მისივე თქმით საქმეს მსვლელობა არ მიეცა და თაროზე შემოიდო. მოწმეების გამოკითხვაც მხოლოდ მისი ინიციატივით მოხდა და ვოლოდარსკის მხრიდან გამოძიებას არავინ დაუკითხავს. ამის მერე დავწერე გენერალურ პროკურატურაში საჩივარი 6 ივლისს. ყველა დეტალი მოვიყვანე, დანაშაულის შემადგენლობები რაც იყო, იმიტომ რომ იურისტი ვარ ყოფილი და ყოფილი გამამძიებელი ვარ. მოვიყვანე ყველა შემადგენლობა, ყველა მტკიცებულები, აბსოლუტურად 6 თვე საქმე არ აღძრეს და მერე აღძრეს მეხუთე განყოფილებაში მოსკოვის გამზირზე 6 თვის მერე, ვითომ როგორც ის რა ქვია, მუქარა, მარტო აი არაფერი, აი მუქარა. არაფერი არ აღწეს, მუქარა მარტო. არაფერი აბსოლუტურად. მეუტანე ყველა მტკიცებულება, როგორ ამახიეს მილიონიანი ქონება, ვეუბნები ლუნა თავაგარი, რომელიც არის სტილისტი, ადამიანს, რომელსაც თვეში 300 ლარი აქვს შემოსავალი და ერთ თვეში გახდა 1.200.000-იანი კომპანიის ფლობელი და მეორე კიდე 1.700.000-იანი კომპანიის ფლობელი. კი მაგრამ კითხვა ხო უნდა დაუსვან, დღევანდელ ფინანსურ საგამოძიებო სამსახურმა, რომ ეს საიდან როგორ ერთხელაც არ დაუბარებიათ იმუნიტეტი, რომელიც მატვეი ვოლოდარსკის იცავს, კობა ქათამაძის აზრით ის გავლენებია, რომლითაც მისი ძმა ლაგოდეხის მერი ჯონდომ დევნიშვილი სარგებლობს. ვოლოდარსკის ძმასთან და მის ნათესავთან დაკავშირებას დარეკეტებული ბიზნესმენი არაერთხელ ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. ამიტომ გაკოტრებულ კაცს გაუჩნდა გონივრული ვარაუდი, რომ ვოლოდარსკი ძმის მწვანე შუქის გარეშე ამდენს ვერ გაბედავდა. დაუკავშირდი ჯონდო დივნიშვილის ტელეფონზე WhatsApp-ზე. მარტო უყურებდა არანაირი მისგან რომ მიხედავთ ამისა ნათესავი ვარ და ნათესავიც თუ არ იყო მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელი ვარ ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენიდან. ამდენი რომ ამ ხელა თანამდებობის პირი ხარ და გეუბნები რომ დანაშაულსა აქ ადგილი შენი ძმა მაშანტაჟებს, ქონებებს მართმევს, მემუქრება ჩემ ოჯახს, ამას დეტალურად ყვები ამ ყველაფერს სახელმწიფო ორგანოს თანამშრომელი, რომელიც ამ ხელა ამისგან არანაირი დღემდე 1 წელი გავიდა. არანაირი ერთხელაც კი არ დაინტერესებულა. მე ეჭვი მაქვს რომ ერთობლივად მოქმედებენ ამისგან ამ გამო. ლაგოდეხის მერს დაუკავშირდა შაბათის ეთერიც. კაცი, რომელიც რუსული მედიის ინფორმაციით 1994 წელს ძმასთან ერთად წინასწარი დაკავების იზოლატორში 3 კვირის განმავლობაში თაღლითობის ბრალდებით იმყოფებოდა. თუ იცით თქვენი ძმის საქმიანობის შესახებ, მოქალაქეები მას რეკეტში ადანაშაულებენ. თქვენ ფარველობთ დავით მდივნიშვილს იგივე ბატონ მატვეის? სასაცილო კითხვას მისვათ, არავის საქმის კურსში არ ვარ, გარდა ჩემისა, თუ რამე გაინტერესებთ მუნიციპალიტეტთან დაკავშირებით, დამეშვით კითხვა. კობა ქათამაძე თქვენი ნათესავი არის და მისი კომპანიის წილები ასევე თქვენმა დეიდაშოვმა ნულარად გადაიფორმა წამწამების ოსტატმა და როგორ მოხდა ეს? კარგად ბრძანდებოდეთ გემშვიდობებით.
მატვეი ვოლოდარსკის რეკეტის ფაქტით დაინტერესება უკვე სთხოვა კობა ქათამაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. თუმცა ქათამაძის საჩივრებით, რომელიც შესაძლო დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა, ამ დრომდე არავინ დაინტერესებულა. შაბათის ეთერის ინფორმაციით, მატვეი ვოლოდარსკიმ ქვეყანა აპრილის ბოლოს დატოვა და ის ამ დრომდე რუსეთის ფედერაციაში იმყოფება. სატელეფონო ზარებს დავით მდივნიშვილი, იგივე მატვეი ვოლოდარსკი არ პასუხობს.